ხატმწერი ამირან გოგლიძე დღეს ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან გამოასვენეს. იქამდე კი გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება სასულიერო პირებმა აღასრულეს. ამირან გოგლიძის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. სამძიმრის წერილი ტაძარში შეკრებილებს სამების საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა გააცნო. გაგაცნობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილს. ბატონ ამირან გოგლიძის მეუღლეს ქალბატონ მარინა თევზაძეს შვილებს ბატონ ლევან და ანტონ გოგლიძეებს, მათი ოჯახის სხვა წევრებსა და ახლობლებს. დიდია ჩვენი გულის ტკივილი ბატონი ამირანის გარდაცვალების გამო. მან ხატმწერთა მთელი პლეიადა დატოვა და დატოვა თავისი სტილით, სულიერებით, სითბოთი და სინათლით სავსე შემოქმედება. ვიდრე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვას დაიწყებდა, ჯერ საპატრიარქოში კედლის მოხატვა ვთხოვე. ეს შეთავაზება მან იმდენად კარგად შეასრულა, რომ გულდამშვიდებულმა მივანდე ის დიდი საქმეც. შედეგი ყველას წინაშეა. ყველას წინაშეა მის მიერ მოხატული არაერთი ეკლესია, მისი დაწერილი არაერთი ხატი და ყველგან იგრძნობა, როგორი სიყვარულით სავსე სულის იყო მათი შემქმნელი. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი ამირანის უკვდავი სული და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა. ეკლესიის მხრიდან კი ბატონი ამირანის სახელი ყოველთვის მოხსენიებული იქნება წირვა ლოცვაში. ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 3 იანვარი 2026 წელი. სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილები ამირან გოგლიძის განდვლილ ცხოვრებაზე საუბრობდნენ და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებდნენ. ძალიან დიდია მართლაც ტკივილი ბატონი ამირან გოგლიძის გარდაცვალების გამო. ის განსაკუთრებული პიროვნება იყო, ეპოქალური ადამიანი, როგორც ქრისტიანი, როგორც მეგობარი და რა თქმა უნდა, როგორც მხატვარი და ხატმწერი. მისი ნამუშევრები არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშია ცნობილი, თუნდაც ჩვენი სამების საკათედრო ტაძრის მაცხოვრის მოხატულობა, საკურთხევლის მოხატულობა, რადგან ამდენად დიდი, ასეთი მასშტაბური ჯერ საქართველოში არაფერი არ იყო მოხატული. და პირველი იყო ბატონი ამირანი, რომელიც შეეჭიდა ამ განსაკუთრებულ ტაძარს და მოხატა საკურთხეველი და მისი დიდი ოცნება და სურვილი მთელი ტაძრის მოხატვა იყო და ალბათ უკვე ზეციდან შეგვეწევა მისი ლოცვა, რომ ტაძარი ბოლომდე მოიხატოს. ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. 15-16 წლისები ვიყავით. ჩავაბარეთ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში და იქიდან მოყოლებული და ეს უდიდესი დიდი მხატვარი პატრიარქმა მხატვარ თუ უხუცესად აკურთხა ჩვენი ამირანი და მისთან მხატვარი არ არსებობს. სიკეთის გარდა ამ კაცს არაფერი უკეთებია, რო იტყვია. ამ ხელა საქმეები 55 ეკლესია აქ რესტავრირებული და მოხატული. ეს პატარა საქმე არ არის. მადლობა ღმერთს, რომ მისთანა დიდებული კაცი უბოძა ჩვენ ქვეყანას. მე დაახლოებით 50 წელზე მეტი მაკავშირებს ამირან გოგლიძესთან და ახლა დღეს ძალიან მიჭირს მასზე ლაპარაკი წარსულში, რადგან ჩვენ ფაქტიურად განმყრელად მოვდივართ და ეს იყო წარმოუდგენლად კეთილშობილი ადამიანი, ის რომ თუ როგორი პიროვნება იყო, როგორი ადამიანი იყო, მან თაობები გაზარდა, მათ შორის მეც, მისი მოწაფე ვიყავი და წარმოუდგენელი დანაკლისია ზოგადად საერთოდ ქართული კულტურისთვის, საეკლესიო მხატვრობაზე აღარაფერს ვამბობ. უზარმაზარი დანაკლისია და მე მინდა რომ განათლოს ღმერთმა მისი სული სასופეულში და უმკვიდროს ადგილი და ძალიან მინძიმს მასზე წარსულში ლაპარაკი.
ყველას უსამძიმრებ. დიდი ტრაგედია მოხდა ჩემთვისაც პირადად და მთლიანად ჩვენი სფეროსთვის, ეკლესიისთვის, ხელოვნებისთვის. ძალიან დიდი დანაკლისი არის. მე სულ ახალგაზრდები ვიყავით, რომ გავიცანით ერთმანეთი გელათში. მე ვიყავ მეოთხე კურსზე ხელოვნებაცოდნე ვარ, ჩვენ სწავლობდით ასლების კეთებას, რომ აი ხელობა გვწონოდა კარგად, ისინი რესტავრატორები იყვნენ, სტუდენტები მუშაობდნენ და ძალიან დავმეგობრით. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი, აი პიროვნულად. კეთილშობილი, კეთილი, აი ყველასთვის მზად რო იყო, რომ დახმარებოდა, ხელი გაეწოდა და აბსოლუტურად არაამბიციური იყო. აი ხო ასეთი მეებს მიაღწია სიმაღლეებს, ნუ სამებას ახატინებდნენ, ხა პატრიარქი მხატვართუხუცეს ეძახდა, არა. აბსოლუტურად არაამბიციური ადამიანი იყო და ეს ჩემი ეს მოგონებები უამრავ ექსპედიციებში მე ერთად ვიყავით, ძალიან მეხმარებოდნენ ამირანიც და მისი ჯგუფიც. ძალიან კაი ხელი ქონდა და სხვა შორის მას აი შემდგომ მოღვაწეობაში უკვე როგორც ხატწერისა და როგორც საეკლესიო ხელოვნებაში მოღვაწესათვის აი ეს რესტავრაციაში მიღებული გამოცდილება არაჩვეულებრივად დიდი გამოცდილება იყო და ქონდა მშვენიერი ხელი, ძალიან კარგად ხედავდა, ძალიან კარგად ასრულებდა და იცოდა რაც თავარი იკონოგრაფიაც იცოდა, იკონოლოგიაც იცოდა, ძალიან განათლებული იყო, სულ მუშაობდა თავის თავზეც, თავის გარშემო, თავის სტუდენტებს მე ბევრ ექსპედიციაში ყოფილი ვარ, სადაც თავისი შეგირდები ყავდა, ასე ვთქვათ, წაყვანილი და ვხედავდი როგორ ზრუნავდა, როგორ ასწავლიდა, როგორ ზრდიდა. რა ვიცი, ყოველ მხრივ შემკული ადამიანი იყო. ჩემთვის ისეთი მართალი გითხრათ, მოულოდნელობა იყო ეს და მე მგონი მართლაც დიდი დანაკლისი არის, იმიტომ რომ ეს ჩვენი სფერო, საეკლესიო ხელოვნება თანამედროვე ჯერაც იკრებს ძალას და ამირანასნაირი ადამიანები ძალიან საჭირო იყვნენ ამისთვის, აი ძალიან. ამირანი იყო ნამდვილად მესვეული ხატწერთა თაობის. ის იყო ძალიან ძლიერი და ძალიან ფაქიზი პიროვნება, არა მარტო ხატმწერი, არამედ შესანიშნავი რესტავრატორი. და მასთან ერთად მე არ ვიტყვი რომ დაცსრულდა, დაიწყო ახალი ეპოქა და რა ეპოქა. დადგა დრო, როდესაც ჩვენ განებივრებული ქართული ხატწერის, თანამედროვე ხატწერის განვითარებით უცებ ხედავთ იმ უდიდეს ღვაწლს, რომელიც ამირანმა და მასთან ერთად ყველამ ერთად მოუძღვნა საქართველოს 2 საუკუნის დაკარგული ხატწერა პრაქტიკულად მე-19 საუკუნეში იმპერიის მიერ წარსმეული ავტოკეფალია და მე-20 საუკუნეში ათეიზმის მიერ შეწყვეტილი და წარმოუდგენელი ძალით აღორძინდა. ეს არის ამირანის ძალიან დიდი დამსახურება და ყველა ხატწერის მასთან ერთად. ეს არის ყველას გულის ტკივილი, არა მარტო ჩემი. და რამდენიმე მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ უფალი წყალობელია, როგორც თვითონ ბრძანებს, მოვედი წყალობის მოფენა და არა დასჯად კაცობრიობის, ხო? და თვითონ ამირანის ცხოვრებას და მის გარდაცვალებას თუ დაუკვირდებით სხვაგვარი თვალით, ღვთის ძალიან დიდ წყალობას დავინახავთ. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ ის, რომ ამირანმა მოხატა ეს ტაძარი და ამ ტაძარმა გააცილა ბოლო გზაზე. მეორე რა მინდა გითხრათ, ამირანს ძალიან უყვარდა ივერიის ღვთისმშობელი, როგორც ყველა ჩვენგან სამხრივ არ იყო ორიგინალური, მაგრამ როგორც ხატწერს არასოდეს მისთვის ის ჭრილობა არ დაუხატავს და ამბობდა, მე არ შემიძლია ღვთისმშობლის ჭრილობა გავიმეორო. და როგორც ჩვენ ვიცით, მან საბოლოო განსასვენებელი ნახა სწორედ ივერიის ღვთისმშობლის კალთის ქვეშ. და ამირანი ნამდვილად კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის ახალი ეპოქის დასაწყისი ქართული ხატწერის უკვე აღქმის და შეფასების საქმეში და ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი და შემთხვევითი არ არის, რომ მისი მე-40 დღე, მისი ცხონების დღე, ასე ვისურვოთ ჩვენ ყველა, არის 8 თებერვალი. 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების და სწორედ დავით აღმაშენებლის ტაძარი იყო, წმინდა დავით აღმაშენებლის ტაძარი, ის პირველი მოხატულობა, რომელიც ამირანმა შეასრულა. ძალიან დიდი ხანია ვიცნობ ბატონ ამირანს, მქონდა მასთან ძალიან ხშირი
კავშირი შემოქმედებითი ბევრჯერ ყოფილ ვარ მის სახელოსნოში თანამშრომლობდით კონსულტაციებს ვუწევდი როცა საჭირო იყო ამის გაკეთება და მინდა ვთქვა რომ ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადამიანი, არაჩვეულებრივი მხატვარი, რომელსაც თვით პატრიარქმა მხატვართუხუცესი უწოდა მისი შემოქმედების დასაწყისშივე, იმდენად კარგი ხელოვანი იყო ამირანი და გარდა ამისა არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან თბილი, ძალიან კაცთმოყვარე, ყურადღებიანი და თავისი საქმის უბადლო ოსტატი, არ ვიცი, უამრავი ტაძარი, სატრაპეზო, სამლოცველო აქვს მოხატული, ხატები აქვს ბევრი დაწერილი, მათ შორის ვითანამშრომლეთ ღალის მონასტრისთვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის შექმნის დროს პატრიარქის კურთხევით და აი მახსოვს თითოეული მასთან კონტაქტი და როგორი ნიჭიერი ადამიანი იყო და როგორი ამავე დროს ყურის დამგდები მრჩევების მიმართ ძალიან გული მწყდება რომ ვერ დაასრულა ამ ტაძრის მოხატვა თუმცა ამ ტაძრის მოხატვას დიდი დრო დაჭირდება და უფრო მეტი მხატვარიც ალბათ მაგრამ მან დაიწყო საკურთხეველი და შესანიშნავად გამოუვიდა ძველ ხელოვნებას იცნობდა ამირანი ბევრი სხვა მხატვრისგან განსხვავებით რადგან პროფესიით რესტავრატორი გახდა და თავიდანვე როდესაც იწყებოდა საეკლესიო ხელოვნების განვითარება ცოტანი იყვნენ ამ საქმის მცოდნენი მან ეს იცოდა და შესანიშნავად გაართვა თავი და მიმდევრებიც ყავდა და რა ვიცი მე მგონი სამაგალითო ნიმუშია ის თავის საქმეში ახალგაზრდა დამწყები ხელოვანებისთვის ღმერთმა აცხონოს მისი სული ნათელში ამყოფოს ამირანი იმ ქვეყნად როგორც ცოცხლას ქრისტე ამბობს რომ რომელსაც წმენდეს ჩემი მოღათ უკვდეს ცხონდესვეო ეგრე ამბობს და აი მე მგონი ეგრე გავიხსენებ ახლა შობის დღეები აქვს წინვალე დღეები შობის დღეები დაიწყო წინა დღესასწაულია ანტონი მეორის ხსენება მრავალნებურის და ის ყველა წმინდანი რომელიც იქნება ამ 40-მდე და წლისთავამდე ყველა წმინდანი შეეწიოს ჩვენ ამიანს ის იყო ადამიანი რომელიც ყველას ამშვიდებდა და ღმერთმა დაამშვიდოს მისი სული ბატონი ამირანი იყო ძალიან დიდი პიროვნება ჩემი პროფესიის წარმომადგენელთაგან ერთ-ერთი, რომელიც ჩაუდგა სათავეში დანგრეული ტრადიციის მერე ამ დიდი საქმის აღდგენას. მოგეხსენებათ, ხაწერა არ არის საერო ხელოვნება, ასე ვთქვათ, და მოწოდებული არის ყველაზე უმაღლესის, ასე ვთქვათ, 64-ის გამოსახატავად, რაც არის სრულიად წარმოუდგენელი ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ამას ჭირდება ერთგვარი სულიერი ცხოვრება, ღვაწლი, რომელიც ადამიანს შეაძლებინებს ამ სრულიად წარმოუდგენელ საქმეს. ვფიქრობ, რომ ბატონმა ამირანმა სწორედ აი ეს ღვაწლი ბოლომდე გასწია ღირსეულად. აი ჩემთვის წარმოუდგენელია ის მასშტაბი, რაც მან სამებაში შეასრულა და როგორც ვიცი, სრულიად მარტო ფაქტიურად ყველანაირი დამხმარის გარეშე. და ვფიქრობ, რომ ისტორიას შემორჩება მისი სახელი, თუნდაც მისი შემოქმედების სახით და როგორც მისი აი ამ ღვაწლის სახით, რაც მან გასწია ამ ძალიან დიდი საქმის აღდგენის საქმეში. და ღმერთმა აცხონოს მისი სული, უსამძიმრებ მის ახლობლებს, მის მოსწავლეებს და მთელ საქართველოს. ჩემთვის ყველაფერი იყო როგორც საუკეთესო მშობელი და ასევე ჩემი მასწავლებელი. ამირანმა მასწავლა რეალურად ხატვა, მაგან ჩამომეყალიბა, გემოვნება და ჩემთვის იყო ყოველთვის კრიტიკოსიც, მასწავლებელიც და აი ამოსავალი წერტილი იყო რა. ახლა მახსენდება ეს წლები აქ რომ მუშაობდი ამირანთან ერთად და ჩემთვის ეს იქნება საუკეთესო დრო მოსაგონრად და გასახსენებლად. სამების საპატრიარქო ტაძრის და სხვა ეკლესიების ხატმწერი ამირან გოგლიძე 31 დეკემბერს გარდაიცვალა. აღიარებული ხელოვანი დღეს მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს.